დღეს სულ სხვა თემაზე მინდოდა ვიდეოს ჩაწერა. თემაზე თუ რატომ არის ბოროტება და კორუფციის ბუდე, კოალიციური მთავრობა. ოღონდ ალბათ უკვე ხვალ ჩავწერ, იმიტომ რომ ნიუსებს ვუყურებ ირანზე, უკვე 2-ის დასაწყისია გვიან გამევწერა ხან ვიდეოს, მაგრამ მოკლეს ჩავწერ. გუშინ, როდესაც ტრამპმა თუ უკვე გუშინ წინ იყო ამერიკის დროს, ზუსტად არ ვემთხვევით, გუშინ წინ, ხო, რომ ანუ ეწურებოდა ირანს ულტიმატუმის დრო და უნდა დაწყებულიყო ძალიან ფართომასშტაბიანი თუ მოკლედ როგორიც, სადაც თქვა, რომ ცივილიზაცია შეიძლება განადგურდესო. და აი ეს ცივილიზაცია შეიძლება განადგურდესო გუშინ იყო მთელი დღე და ხამე კიდე უფრო ძლიერად უნდა ყოფილიყო და უცებ რეჟიმმა გამოიყვანა ქუჩაში თავისი მონები. აი კოცები, რუსები და მათი მსგავსი ნაგავი ხალხი, რომ გულშემატკივრობს და ყოჩაღ ირანის ხალხი გმირია და ეს ხალხი არ არის, ეს არის რეჟიმის მონები. ჯერ ერთი ისედაც ცოტანი არიან და ეს ერთჯერადი გამოსვლა დიდად არაფერს არ მოუტანდა. მაგრამ მაინც ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა იმიჯურად ამერიკისთვის. ხა როცა რაღაცა ხალხი თუნდაც რეჟიმის მონები აი ესე ქუჩაში გამოეთრევიან და დადგებიან, იქ მერე რომ შენ აიღო და რამეს ესროლო, ნუ ძალიან ცუდი შესახედავი იქნები. და მეთქი ახლა რანაირად გამოვა ამ მდგომარეობიდან, ახლა რას იზამს, როდესაც დაანონსებული აქვს რომ დღეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და არანაირ შეთანხმებაზე ირანი რო არ მოდის. რეალურად დარწმუნებული ვარ, რომ ირანი ხვეწება შეთანხმებას და ის შეთანხმება, რაც ვითომ დღეს მიაღწიეს, ეს ირანის ხვეწნა მუდარის შედეგი იყო. ტრამპს ამ ეტაპზე არანაირ შეთანხმება არ ჭირდება, მით უმეტეს კიდე ამატებს და ამატებს, ჯარსაც ამატებს და ტექნიკასაც ამატებს და ფორდიც ბრუნდება, რომელიც ცოტა ხნით იყო გასული დასასვენებლად. ანუ არაფერი არ ეტყობა ისეთი, რომ ტრამპს ახლა უნდოდეს შეჩერება, ან ჭირდებოდეს შეჩერება. და მეთქი, ახლა რას მოიმოქმედებს? ძალიან მინდოდა მეკითხა გიგი თევზაძესთვის, რას ფიქრობს, რომ აი ახლა აი იმიჯურად როგორ გამოვა ამ სიტუაციიდან, როდესაც ხალხი გამოყარეს ქუჩაში. რა თქმა უნდა, ვერ ისვრის, იმასაც ვერ იტყვის, რომ აი ახლა ხალხი რადგან გამოვიდა, მე გადავიფიქრე, რომ რაღაცა დაუბომბო, რაც დასაბომბია, ამასაც ვერ იტყვის, იმიტომ რომ ესეც დააზიანებს იმიჯურად და უცებ რა მოიგონა, რომ დავდეთო ხელშეკრულება ომის შეწყვეტაზე, რომ არავინ არავის არ ესვრისო. გენიალური გამოსავალი იყო. გამოაცხადა, მოასწრო ამის გამოცხადება კიდევაც ოფიციალურად. ამ დროს თვითონ შიგნით ირანში რა მოხდა არ ვიცი. შეიძლება დაბრალდეს იმას, რომ ძალიან დაკარგული აქვთ ერთმანეთში კომუნიკაცია. ანუ რაღაცა შტოებად არიან დაყოფილები და ერთი შტო მეორეს არ ექვემდებარება თუ ის მოჩთაბა თუ რაღაცა ჯანდაბა რაც არის ის საერთოდ კომაშია და ანუ რეალური ლიდერი დღევანდელ სიტუაციას ირანში არ ყავს. ეს ფეზეშქიანი და საგარეოს რა ქვია ალიჯანი რაღაცა გვარი არ მახსოვს. ესენი სავარაუდოდ მოლაპარაკე ზუსტად ესენი არიან ისინი, ვისაც ელაპარაკება ამერიკა და შესაბამისად ქსირთან ამათ არა აქვთ არც დიდი კონტროლი, არც დიდი გავლენა ქსირზე და ტრამპმა გამოაცხადა მეო ვას დავასრულეო, ვაცხადებო ცეცხლის შეწყვეტას, შევწყვიტე კიდევაც ცეცხლიო და ამ დროს ისინი აგრძელებენ ცეცხლის ანუ არაფერი არ შეუწყვეტია ირანს.
ირანმა ძალიან ბევრჯერ ღამის განმავლობაში იმის მერე რაც ტრამპმა უკვე გამოაცხადა რომ всё გავჩერდითო და ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდითო ანუ მე ცალმხრივად კი არ ვაჩერებო შევთანხმდითო იმათმა აი ამ შეთანხმების მიუხედავად გააგრძელეს დაბომბვები ორმუზის სრუტე გავხსენითო ძალიან ცოტა ხანი იყო ის ორმუზის სრუტე გახსნილი რამოდენიმე საათი და ტრამპს ისევ გახსნილი აქვს და ისრაელი უკვე ბომბავს კიდევაც ირანს, ანუ ისრაელიც არ გაჩერებულა. რო გამოაცხადა ტრამპმა შევთანხმდითო და რამოდენიმე საათში ისრაელი დაბომბა ირანმა, ისრაელმა რა თქმა უნდა უპასუხა და გაჩერებას ისრაელი ამ შემთხვევაში არ აპირებს. ანუ დაბომბვა არ შეწყვეტილა რეალურად არც იქიდან არც აქედან უბრალოდ ცოტა ხანი რაღაც ამერიკულ ბომბდამშენებმა დაისვენეს. და ამ დროს აბსოლუტურად ლეგიტიმური ყველაფერი აქვს საფუძველი იმისთვის, რომ ჩვეულებრივად გააგრძელოს ამერიკანს და ის მონების ხროვა, რომელიც გამოათრია რეჟიმმა და ქუჩაში დადგნენ და ვითომ რაღაცას იცავენ და ვითომ ჩვენი სიცოცხლის ფასად და რაღაცა, ამ ხროვას მეორედ ვერ გამოიყვანს რეჟიმი. ჩემი აზრით გენიალური გადაწყვეტილება იყო. სხვანაირი ხერხი იმისთვის, რომ ეს ხროვა შეებრუნებინა სახლებში და ქუჩიდან გაეტანა, ტრამპს არ ქონდა. ანუ მათ ვერ ესრო და მაგალითად რომ ესროლა და შეეშინებინა და ისინი გაქცეულიყვნენ, ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა მისი საქციელი, ძალიან რაღაცა არადემოკრატიულია და არაცივილიზებულია. და რა ქნა? უცებ გამოაცხადა მოვაწერეთ ხელიო, იმათაც ძალიან გაუხარდათ. ახლა აი ეს ფრთა, რომელიც არის ფეზეშქიანი, რომელიც არის ირანის სახელმწიფო არმია. ანუ აი ამ საშინელებებს ვინ აკეთებს? გუშაქთა კორპუსი აკეთებს, ხო? სახელმწიფო არმია ირანის არ იბრძვის. ამიტომ არც მათი განადგურება ხდება ისრაელის და ამერიკის მხრიდან. ანუ მათ არავინ არ ერჩის, მათ ლიდერებს, არმიის ლიდერებს არ ხოცავენ და არ ანადგურებენ, იხოცებიან მხოლოდ აი ეს ისლამისტური რეჟიმის დაჯგუფებები, ეგრეთ წოდებული გუშაქთა, ხო, რევოლუციის გუშაქთა კორპუსი და ამავე რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა გუშინ გააგრძელა ჩვეულებრივად დაბომბვა და მისცა ისრაელს და ამერიკას აბსოლუტური კარტ-ბლანში იმისთვის, რომ გააგრძელოს ეს ერთი და თავის თავს მოუსპო ბოლო კოზირი. აი ამ ბრბოს გამოთრევა, ამ რეჟიმის მონების გამოთრევა ქუჩებში იყო ირანის რეჟიმის ნარჩენების ბოლო ერთადერთი კოზირი, რომელიც ისე დებილურად დახარჯეს, რომ აწი ვერც გამოიყვანენ, იმ ბრბოს მეორედ გარეთ ვერ გამოიყვანენ. სრულიად გენიალური რაღაცაა. ძალიან მაგარი ტრიუკია. ძალიან. დიდება ტრამპს, დიდება ამერიკას, დიდება ისრაელს. სიკვდილი მტერს.